4% ამბობს რომ გვენდობა და 9% ამბობს რომ ვინც არ უნდა დავასახელოთ, მაინც ჩვენ მოგცემს ხმას. ეს რაღაცა მე მგონი ლოგიკაში არ ჯდება. ახლა ინდიასთან დაკავშირებით და ზოგადად საქართველოში კვლევებთან დაკავშირებით მე არაერთი გზის გამიკეთებია განცხადება. მე შეგახსენებთ რომ 1 ოქტომბრის არჩევნების წინ ყველა კვლევით ნაციონალური მოძრაობა იმარჯვებდა ძალიან დიდი უპირატესობით, მაგრამ ჩვენ ნახეთ რეალობა რა არის. სხვათა შორის იგივე კვლევებით საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთოდ არ შერცხვათ და 1.5% დამიწერეს რეიტინგი, მაგრამ აღმოჩნდა რომ მინიმუმ 10 ჯერ მეტი იყო ის რეიტინგი მინიმუმ, იმიტომ რომ ყველამ ვიცით როგორი манипуლირებით ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, ასე რომ მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ საქართველოს მოსახლეობა სამივეჯერ, როგორც მერის კანდიდატზე, ასევე მაჟორიტარზე და პარტიულ არჩევნებზე სამივეჯერ სამივე ბიულეტენში შემოხაზავს ნომერ 3-ს და ხმას მისცემს ბურჯანაძე ერთიან ოპოზიციას და ჩვენ ნამდვილად ძალიან სერიოზულად გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში. მე არა ვარ საერთოდ სამწუხაროდ დასახელებული კანდიდატთა შორის და ზუსტად ეს არის ჩემი შეკითხვის მთავარი საგანი. როგორ მოხდა რომ 26 მარტიდან 18 აპრილამდე წარმოებულ კვლევაში იმ პერიოდში, როდესაც 4 აპრილს ვიქენი მე დასახელებული ოფიციალურად პოლიტიკური კოალიცია ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის მიერ საერთოდ არ მომხდარა ასახვა კვლევის შედეგებისა ჩემთან დაკავშირებით. ანუ დიმიტრი ლორთქიფანიძე საერთოდ არ აყავთ შეყვანილი საკვლევ კონკრეტულ სუბიექტთა შორის. ეს არის კითხვა, რომელზე პასუხიც პირველ რიგში უნდა გაგცეს ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენელმა საქართველოში ბატონმა ლუის ნავარომ, რომლის მიერ წარმოებული კვლევების მიმართ მე ისედაც მქონდა ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება და არაერთხელ გამომიხატავს ეს საქართველოს პარლამენტში ჩემი ყოფნის პერიოდში და როგორც ჩანს ეს არის მისი მხრიდან შურისძიების გამოხატვის კონკრეტული, ასე ვთქვათ, საფუძველი, ვინაიდან ნონსენსია ფაქტობრივი მოცემულობიდან გამომდინარე, რომ არასახულიყო იმ კანდიდატის შედეგები, რომელიც კვლევის პროცესში უკვე დასახელებული იყო.